ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაზეც ხევსურეთზე არის საუბარი, ეს სირთულეები დენთან დაკავშირებით, იგივე გაზთან დაკავშირებით, სხვადასხვა ესეთ საყოფაცხოვრებო მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით ხევი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არის და კი სწორად აღნიშნე, ტურიზმი არის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და შეიძლება ითქვას, რომ კაზინოც კი გაქვთ, ხო? კი, რაზეც მოთხოვნა არის, ხევს ყველაფერი შეიძლება რომ იპოვოს ადამიანმა. ხო, ერთი ის, რომ ძირითადი ესეთი ტურისტული ატრაქცია და სადაც რის ანახავად ეს ხალხი ჩამოდის არის, რა თქმა უნდა, გერგეტის სამება, მყინვარწვერი, ეს არის მთავარი, ესე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი მე მგონი მთელი საქართველოსთვისაც. თუმცა სხვა ადგილებიც ეს ერთი არის და მეორე სატრანზიტო გზა რუსეთთან, რაც განახლდა ეს ეკონომიკური ურთიერთობები და ასე შემდეგ, ძალიან დატვირთული არის სამხედრო გზა. კითხვას რაც შეეხება უშველა თუ უარესია, თულად საპასუხო არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ცოტა მოძლიერდა, იმიტომ რომ შემოსავლის წყარო გაუჩნდათ რეალური, რომელზეც მოთხოვნა არსებობს. სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული იგივე გზების უსაფრთხოება, რო თქვა, ყველაზე მარტივი ის ამბავი რაც არის, ან მთაში ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მივდივართ, მთის სუფთა ჰაერი და ასე შემდეგ და ვინც მოხვედრილა რაღაცა კუთხით, ზაფხული იქნება თუ ზამთარი არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ნახავდა გზაზე ჩამწკრივებულ უდიდესი რაოდენობით ტრაილერებს, რომელიც რა თქმა უნდა არის დაბინძურების წყარო ჰაერისთვის და ზოგადად გარემოსთვის ეს ერთი პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურის კუთხითაც თითქოს შორიდან შეიძლება ესე ჩანდეს, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული გამოწვევა მუნიციპალიტეტს, ან ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ხა დუშეთის მუნიციპალიტეტთან შედარებით, რა თქმა უნდა, პატარაა. მაგრამ აი შიდა გზები ძალიან დიდი პრობლემა არის. შარშან ჯუთასთან დამაკავშირებელი გზის პრობლემა იყო, ძალიან ისეთი რეაბილიტაცია დაიწყეს, მე რაღაცები ვერ გათვალეს, სწორად ვერ გააკეთეს, მეწყერული პროცესები დაიწყო, ჩამოიშალა დიდი ხნის განმავლობაში, მანქანით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ფეხით გადაადგილებაც სახიფათო იყო. თვითონ იგივე დაღასტეფაწმიდაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის წყალთან დაკავშირებით, ან სასმელი წყალი არის მიეწოდება გრაფიკით. ზაფხულში, როცა წყალი უფასო, ეგ არის. წყალი უფასო, კი, გაზიც ზამთარში რაღაცა კონკრეტული რაოდენობით ადგილობრივებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს, უფასო არის. თუმცა, აი ტურიზმმა ერთ-ერთი მიზეზი, რასაც ასახელებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისედაც ამბობენ, არის გესტჰაუსების სასტუმროების რაოდენობის მატება. წყალზე მოთხოვნა გაიზარდა და ის არსებული სისტემა ქსელი რაც არსებობს, ძველი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დროინდელი, ვეღარ აუდის ამხელა დატვირთვას. ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც რასაც ამბობენ, რომ რაც მოყავთ მიზეზად, რომ ესეთი რთული ვითარება არის წყლის თვალსაზრისით. სიტუაცია დიდად არ განსხვავდება მთელს ქვეყანაში არსებული სიტუაციისგან და სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული სიტუაციისგან. ჰაერთან დაკავშირებით ესეთი აქტივობები ნაკლებად, თუმცა კარგი პრეცედენტი შეგვიძლია დავარქოთ აქტივიზმის, ან ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვის და გარემოს დაცვის იყო ჰესებთან დაკავშირებით. და იყო კამარა ჰესთან დაკავშირებით, რომლის აშენებაც რაღაცა პერიოდით შეაფერხეს, გააჩერეს, თუმცა ისევ იგეგმება რამდენადაც ვიცი. ის რომ ამ ჰესის აშენება გაჩერდა, ეს უნდა აშენებულიყო მდინარე თერგზე და ყველაზე ესეთი ურბანულად დასახლებულ ზონაში რამდენიმე სოფელს მოიცავდა, გზიდან პირდაპირ უყურებდი და თუ სწორად მახსოვს 7 კილომეტრზე იყო საუბარი, შეიძლება ცოტა მეტიც, რაც მილებში უნდა მოხვედრილიყო თერგი. ანუ ამას ძალიან დიდი პროტესტი მოყვა მუნიციპალიტეტში. საკმაოდ ისეთი ორგანიზებული საპროტესტო აქციები, გამოსვლები, კამპანიები და ჯამში მოხერხდა ის, რომ ეს პროექტი გაჩერდა. ასევე გზასთან დაკავშირებითაც იყო საკმაოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ისევე რა თქმა უნდა ადგილობრივების ინიციატივით. ეხლა შენდება გვირაბი, რომელიც ქვეშეთიდან გამოდის პირდაპირ კოპში. ქვეშეთი კოპის და კი, ხადას ხეობაში გაივლის და გამოდის კოპში და ამ გვირაბის გაგრძელება არის ასევე სამხედრო გზის გადატანა თერგის მეორე ნაპირზე. იმიტომ რომ ძირითადი მოტივი არის ის, რომ სატრანზიტო მაგისტრალი გადის ეხლა დაბა სტეფანწმინდაში თვითონ და არის სურვილი, რომ
სტეფან წმინდა აცდეს ამ სატრანზიტო მაგისტრალს, თუმცა მეორე განხილვა იყო რა სად უნდა გადასულიყო, რომელი სოფლები უნდა გაელო და ასე შემდეგ. და ამ გზის გადატანასთან და იმ არსებულ პროექტებთან დაკავშირებითაც ადგილობრივები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესებში და მოხერხდა ის, რომ არსებული გეგმები რაც ჰქონდათ მანამდე პროექტები ეგ შეჩერდა და ეხა ისევ განხილვის ეტაპზე არის გადასული. ანუ ხევს არის ორად გაყოფილი წყლის სისტემა. სტეფანწმინდა გერგეტის წყლის სისტემა აქვს ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანიას და დანარჩენი სოფლები ზევით ხევი რაც არის და პატარ-პატარა სოფლები ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში. ანუ რეალურად ორი მოთამაშე არის წყლის სისტემასთან დაკავშირებით. მოხევები ვითხოვდნენ გერგეტის და ყაზბეგის წყლის სისტემის გადაცემას, დაბრუნებას ისევე თვითმმართველობის ხელში, იმიტომ რომ აი ზუსტად ის რაზეც პატა და ნინო საუბრობდნენ წინა ნაწილში იყო ეგ რომ ჩვენ მოხევებს გვინდა რომ ჩვენ თვითონ მართავდეთ იმას რაც ჩვენი საკუთრება. ანუ რეალურად კომპანია რომელიც გორიდან ფუნქციონირებს, ან თუნდაც თბილისიდან ფუნქციონირებს, ეფექტიანი ვერ იქნება რა თქმა უნდა იმ ყოველდღიური პრობლემების მოგვარების ნაწილში, რომელიც იქ მუდმივად არის განსაკუთრებით ამ გაზრდილი დატვირთვის თუმცა ტრადიცია რაც ეხა საბრაზეთ საფეხნო რაც საფეხნო გულსხმობს. ხევში ერქვა ერობა, ანუ ყოველდღიურობაში რაც ხდებოდა ეს იყო ერობა, თუმცა იყო საბჭო რაც პაატამახსენა, ოღონდ საბჭო იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეული პრობლემების მოგვარების მექანიზმი იყო. ანუ ომიანობის პერიოდი, ომიანობა თუ იყო პირობითად ან გვარიდან, ან თემიდან ვიღაცის მოკვეთაზე თუ იყო საუბარი, ან გვარებს შორის იყო დაპირისპირება და შერიგების ნაწილი, მან იყო უკვე საბჭოს, მან შემოდიოდა საბჭო, თორე ყოველდღიურობაში, ყოველდღიური საყოფა ცხოვრება პრობლემების მოგვარების ნაწილში ყველა სოფელს ჰქონდა თავისი ერობა, ეს იყო რაღაც გამორჩეული ადგილი, სადაც უხუცესები იკრიბებოდნენ ხოლმე სოფლის წარმომადგენლები და უხუცესებს ირჩევდნენ თუ უფრო რა? უხუცესები იყვნენ ერობის ნაწილში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ. ნუ ერთის მხრივ ასაკოვანი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, ეს გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ქონოდათ, დაფასებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, და სამართლიანობით გამორჩეულია, სიბრძნით გამორჩეული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ და საბჭოში თითოეული სოფლიდან იგზავნებოდა ერთი წარმომადგენელი, როგორც თვითონ სოფლის ხმა, ასე შეიძლება დავარქვათ. რაღაცა კუთხით საბჭოს წარმომადგენლობა არჩევითიც შეიძლება იყოს რაღაცა კუთხით. ხო და აი ეს მოთხოვნები რაც ჰქონდა, ეს მცდელობები, რომ იგივე ჰესებთან დაკავშირებით, იგივე წყალთან დაკავშირებით, გზასთან დაკავშირებით გარკვეულწილად არის ალბათ იმ ტრადიციის გაგრძელებაც, ანუ რაც ჯერ კიდევ მინიმუმ გენეტიკურად მაინც არსებობს მთაში, რომ ის სურვილი, დამოუკიდებლობის სურვილი, დამოუკიდებლობის ტრადიცია, დამოუკიდებლად ყოფნის განცდის აუცილებლობა, უბრალოდ ხო, საბჭოთა კავშირზე ბევრი ისაუბრა პაატამ და საბჭოთა კავშირმა ჩვენც განსაკუთრებული დაღი დაგვასვა ალბათ მთას.